ბოცრების მოშენებას მისდევს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. მათ შორისაა საქართველო. დარგისადმი ასეთი დიდი დაინტერესება განპირობებულია იმით, რომ ბოცრები გამოირჩევიან ნაყოფიერებით. შეზღუდული რესურსებით კურდღლის წარმოების შესაძლებლობამ ხელი შეუწყო სოფლის მოსახლეობას და იდეალური გახდა მისი წარმოება. ამიტომაც ბოცრის ხორცის წარმოება მიმზიდველი წინადადებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზნად ვისახავთ მაღალხარისხიანი ცხოველური ცილის წარმოებას მინიმალური ინვესტიციებით. ბოცრების გაზრდამ კონკრეტულ გარემოში ადაპტირებით შესაძლებელია გააუმჯობესოს ოჯახის კვების რაციონი და შემოსავალი. ეფექტური წარმოების სისტემებით მიღებული საკვების 20%-ს ბოცვერი აქცევს ცილად, რომელსაც შეიცავს მისი ხორცი. შედარებისთვის 22% შეიცავს ბროილერის ჯიშის ქათამი, 17% ზღორი და 10% პირუტყვი. ქვეყნებისთვის, სადაც დაბალია მარცვლეულის წარმოება, ბოცვერის ხორცის წარმოება განსაკუთრებით საინტერესოა. ბოცვერი შეგიძლიათ მარტივად გადაიყვანოთ ცილებით მდიდარ მცენარეებზე, რომელიც არ არის ეკონომიური ფრინველის საკვებად. ბოცვერის ხორცი შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, 21%-ს და ცხიმს 8%-ს, რაც შესაფერისია ყველა ასაკის ადამიანისათვის. სახორცე ჯიშის პირუტყვს და ცხვარს აქვს დაბალი ნაყოფიერება. მაქსიმუმი ნამატის მაჩვენებელი წელიწადში 0,8-1,4, როდესაც ბოცვერის ნამატის მაჩვენებელი 40-ია. ბოცვერის წონამ 3 თვის ასაკში შეიძლება მიაღწიოს 2 კილოგრამამდე. მართალია საქართველოში დღეს არ ფუნქციონირებს მებოცრეობის მსხვილი საწარმოები, მაგრამ მოსახლეობის და ფერმერთა ინტერესი ამ დარგისადმი არ გამქრალა. თითო კურდღელი ზოგი 10 საყრის, ზოგი 900-ს, ზოგი 11-ს რავი და ეგრე ვამრავლებთ. ძალიან ადვილი გასამრავლებელია კურდღელი და ადვილი მოსავლელიც არის. 60-მდე კულტურული ჯიში არის მსოფლიოში გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯიშები მოიპოვება უკვე, რაც დრო გადის ინტერესი თანდათან უფრო იზრდება მებოცრეობის მიმართ. ცხოველების სათანადო მოვლა პატრონობით, კვების რეჟიმისა და ვეტერინალური მოთხოვნათა სრული დაცვის შემთხვევაში, მებოცრეობის დარგი მეცხოველეობის სხვა დარგებთან შედარებით სწრაფი ეფექტის მომცემი და შემოსავლიანია. 50 დედა ბოცრიდან საშუალოდ მიიღება 30-35-მდე ბაჭია, 80 კილოგრამი ხორცი. ფერმაში შესაძლებელია 90-120 დღეში გამოიზარდოს 3-3.5 კილოგრამამდე ბოცრები. სიცოცხლეების გარეშე ბოცრის მომრავლება ეს პირობითია. შეიძლება გარკვეული შედეგს მიაღწიო, გაამრავლო გარკვეულ დონეზე, მაგრამ შემდეგ ერთიანად მოგესაროს ხელი. მებოცრეობაში წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ჯიშებს ავირჩევთ ჩვენ საწარმოებლად. ამისათვის ვცდილობთ, რომ ისეთი ჯიშები გავიჩინოთ, რომლებიც, ესე იგი, ჩვენთვის იქნება ორხრივად სარგებლიანი. მაშსადამე გაიზრდებიან სწრაფად, მალე მოგცემენ ხორცს მცირე დანახარჯებით და ამავე დროს შეძლებენ ჩვენ კლიმატურ პირობებთან შეგუებას ადვილად და გადატანას ზამთრის დაუშვათ სიცივისა თუ ზაფხულის სიცხისა და დაავადებებთან უფრო ბევრად მედეგები იქნებიან. ბელგიურმა ფლანდრმა იმ ხრივ მიიზიდა ყურადღება ჩვენი, რომ აღწევს ძალიან დიდ ზომებს და თუ დაუშვათ ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მივიღოთ დიდი ზომის, ესე იგი ტანხორცი, რასაც ქვია, ანუ ხორცი, რომლის წონაც შესაძლებელია 5 კილოგრამამდე, სუფთა ხორცის წონაზეა საუბარი 5 კილოგრამამდე აღწევდეს, მაშინ ჩვენ ბელგიურ ფლანდრს ვირჩევთ ასეთ ჯიშად. მას აქვს დამახასიათებელი ასეთი გარეგნული თვისებები. ესეთი მასიური ტანი, ასეთი სქელი მასიური ყურები და მასიური თავი. ასევე თათები და დაუშვათ თვითონაც ასე გამოიყურება. მაგრამ მის დადებით თვისებებთან ერთად მას უარყოფით თვისებებიც აქვს. კერძოდ, ის ისე ინტენსიურად ვერ იძლევა თაობებს, როგორც დაუშვათ სხვა ჯიშები. როგორც მწარმოებელი, ბელგიური ფლანდრი, ესე იგი, არის ერთ-ერთი საუკეთესო, ვინაიდან მისი დაუშვათ შეწყვილება რუხ გოლიათთან იწვევს ნაშიერის გაზდას და გამსხვილებას.
ეს ბოცვერი სახელად ესე კალიფორნიული ჯიშის. რომელიც საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც საკმაოდ დიდი ხანია რომ არსებობს ეს ჯიში. ცოცხალი წონიდან გამოსავალი ხორცის არის, სუფთა ხორცის არის 60%. განსაკუთრებულად ხორცი კიდევ გამოირჩევა ცხიმიანობით, საგემოვნო თვისებებით, კარგი, რასაც ქვია. კიდევ არის გამორჩეული იმით, რომ ისი დედობრივი თვისებები არის საუკეთესო, ანუ დროულად მაკეობა და ესე იგი დაყრის დროს ფაქტიურად შენარჩუნება სრულად ვაჭიების რაოდენობის და ყველაზე მთავარი და ყველაზე უმთავრესი რაც არის სწრაფად ზარდობა. ანუ 3 თვის ასაკში ფაქტიურად ისინი ცოცხალი წონით 3 კილოგრამამდე აღწევენ, საიდანაც გამოსავალი ხორცისა კილო 600 შეადგენს. ჯიშის გამოცნობა რთული არ არის, მას აი მოგეხსენებათ, ხედავთ რომ ესეთი შავი ლაქები აქვს ცხვირზე, ყურებზე და თათებზე ასევე. და კუდის შეფერილი არის შავად, აი ნახეთ, აი მუქი ფერის. და კალიფორნიულის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ თუ სხვა ბოცვერი წლის განმავლობაში ახერხებს 4 დაყრას დაუშვათ, 4ჯერ ესე იგი დაყრას, კალიფორნიული შეიძლება რაოდენობა 6 და 8-მდე იყოს. დაყრის რაოდენობა ეს გააჩნია მის მოვლის პირობებსაც გააჩნია და კვების ინტენსივობასაც და საკვების ხარისსაც გააჩნია დაუშვათ. მაგრამ კარგია იმითი, რომ აი ეს დაბაჭიანების პერიოდშიც კი მაკეობს. როცა სხვა შემთხვევაში სხვა ბოცვრები ამას ვერ ახერხებენ. ანუ სხვა ბოცვრები მხოლოდ ასლეტის შემდეგ ხდება მისი ხელახალი დამაკება, მათი ხელახალი დამაკება და კალიფორნიული ადვილად მაკეობს და ადვილად მისი დაბაჭიანებაც მალე ხდება. და ფაქტიურად ესე იგი წლის განმავლობაში 6-8ჯერ შეიძლება მისგან მივიღოთ თაობა. ნუ სასურველია რომ 6 უკვე ნორმალად ითვლება. ეს ჯიში არის ეგრეთ წოდებული პეპელა. ეს სახელწოდება მან მიიღო იმის გამო, რომ თუ დააკვირდებით დაუშვათ, აი ცხვირის ადგილას თითქოს ეს ფრთებივით არის და აი პეპლის ფორმა აქვს. ამტანი არის ზოგადად, ესე იგი ავადმყოფობების მიმართაც საკმაოდ ამტანი არის. დაუშვათ დამწყები მებოცვრებისათვის საუკეთესო ჯიშს წარმოადგენს, იმიტომ რომ შეუძლიათ დაუშვათ სტრესისადმი მედეგი არის. საჭმლისადმი არ არის კიდე პრეტენზიული, გამოირჩევა განსაკუთრებული ესეთი დედოფრივი თვისებით. 9 და 11 ბაჭია შეუძლია რომ გაზარდოს ერთდროულად. წელიწადში დაუშვათ 4ჯერ სტაბილურად შეგვიძლია მისგან ნაშიერის მიღება. ეს რუხი გოლიათი არის ძალიან გავრცელებული ჯიში. მასში შერწყმული არის ესე იგი როგორც კარგი ესე იგი დედობრივი თვისებები, ესე იგი დაბაჭიანების კარგი ხარისხი, ასევე ზომებიც. დასრული 6 კილოგრამამდე აწევს. თუმცა ხორცის გამოსავლიანობით ბევრად ჩამოუვარდება შინშილასა და იმას რა ქვია, კალიფორნიულს. ის არის ძალიან ამტანი. აქ საუკეთესო დედობრივი თვისებები ასევე წლის განმავლობაში შეუძლია 5ჯერ 6ჯერ ბუდობა. ამ ჯიშს აქვს ერთი თვისება კიდევ გამორჩეული, რომ ის მისი შენახვა რომ შეიძლება როგორც გალიურად, ასევე არაგალიურად. საკმაოდ ძლიერი ბრჭყალები აქვს. აი ახეთ ჩანს კიდეც აქ მისი ბრჭყალები როგორი ესე იგი განსხვავებულად ძლიერი ბრჭყალები აქვს და სოროს მთხრელი ესე იგი ბოცვერი არის. ერთადერთი ჯიში შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენ პირობებში რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კალიფორნიულს. ცოტა აგრესიული ხასიათი აქვს, ეხლა უფრო სტრესისადმი უფრო ნაკლებად მედეგი არის. ასევე ხორცის გამოსავალი საკმაოდ დიდი აქვს 60%-ამდე.
ახალმა ჯიშებმა, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში, აი გოლიათები, შემდეგ დაუშვათ ბელგიური გოლიათი, მათმა ზომებმა მოხიბლა, ასე ვთქვათ, და ჩვენ დავიწყეთ მათი წარმოება და გამრავლება. და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ჯიშები, რომლებიც დაუშვათ დიდი ზომებით არ გამოირჩევიან, მაგრამ წარმოებაში ბევრად ჯობნიან, აღემატებიან იმ დიდი ზომის ბოცვრებს. ხო და ამდენად ჩვენ იმ დიდ ზომას კი არ უნდა გამოვეკიდოთ, უნდა შევაფასოთ ამ ბოცვრების წარმოებლური ხასიათი. ჩვენ მაინც ვაკეთებთ აქცენტს ხორცის წარმოებაზე. ხორცის წარმოებისათვის ის წარმოდგენილი ჯიშები, რომლებიც ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ, მეტნაკლებად ასრულებენ თავის ფუნქციას და ვარგისიანები არიან დღევანდელი პირობებისათვის ჩვენთვის. ასევე ჯიშთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვითონ ინდივიდუალურ თვისებას ბოცვრისას, რომელიც თვითონ მებოცვრემ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავის მეურნეობაში. სანაშენად უნდა მიიღოს იქიდან ბოცვრები, რომელიც საუკეთესო ნიშას ატარებს. სელექცია უნდა აუცილებელია ყველა მეურნეობაში. ბოცვრების შენახვა შეიძლება ორი სისტემით. ანუ ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ კაპიტალური შენობა და მეორე შემთხვევაში ბოცვრები შევინახოთ გარეთ. ამჟამად ვიმყოფებით კაპიტალურ შენობაში. კაპიტალური შენობის პირობა ეს არის, რომ ის არ უნდა იყოს ნესტიანი. რადგან ბოცვერს ეშინია სინესისა და ორპირი ქარის. ბოცვერი ადვილად ეგუება 0-დან 30 გრადუსამდე ტემპერატურას. როდესაც ტემპერატურა -35 გრადუსს აღემატება, განიცდის ჰიპოთერმიას. გრძნობიარეა დაბალი ტენიანობის მიმართ, 55%-ის ქვემოთ, რადგანაც მშრალი ცხელი ჰაერი არ ღვევს ლორწოს სეკრეციას. მაღალტენიანობას ზომიერი ტემპერატურის ეფექტი არ გააჩნია, თუმცა ცხელ დღეებში მაღალი ტენიანობა დისკომფორტს იწვევს. ცივი და თბილი ტემპერატურის გარდამავლობას ხშირად მოყვება რესპირატორული დაავადებები. ტენიანობის მკვეთრმა ცვლილებებმა ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი შედეგი. ამიტომ ოპტიმალურია 60-დან 65%-მდე მუდმივი ტენიანობა. ორივე მამრი და მდედრი ბოცვერი კარგად ვითარდება 16 საათიან განათებაში, რადგანაც ისინი განლაგებულნი არ არიან პირდაპირ მზის ქვეშ. თუ არ არის ნესტი და არ არის ორპირი ქარი, აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ბოცვრები სათანადოდ შევინახოთ მავთულ ბადის წარმოდგენილ გალიებში, რომელიც გარკვეულ სიმაღლეზე უნდა იყოს იატაკიდან. რისგან შედგება ახლა ეს მავთულ ბადის გალია? გალია ესეთი ზომის უნდა იყოს და ეს სტანდარტულია საერთოდ ეს მავთულ ბადისგან დამზადებული გალიები კაპიტალური შენობებისათვის და ყოველი გალია ისეთი ზომის არის, რომ მასში ეტევა ერთი დედა ბოცვერი თავისი ესე იგი ბაჭიებთან ესე იგი ერთად. ყოველ განყოფილებას გალისას აქვს განყოფილება უხეში საკვებისათვის და ეს არის ორი გალიის საზღვარზე, რომ იქიდანაც და აქედანაც ბოცვერი მიუდგეს. ყოველ განყოფილებას გალისას აქვს საკვებური კონცენტრირებული საკვებისათვის, რომელიც იხსნება გალის შიგნით და იქიდან მხრიდან უდგება ბოცვერი საკვებად. ხოლო გარედან მხრიდან მომვლელს შეუძლია საკვებურის დასუფთავება და ახალი საკვების ჩაყრა. საკვებურთან დამონტაჟებული არის აგრეთვე საწყურებელი. აი ამ გალიასთან დამონტაჟებული არის პრიმიტიული საწყურებელი და გამოყენებული არის პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც ესე იგი ასხია წყალი. და ეს წყალი თანდათანობით იმის დამიხედვით თუ რამდენ წყალს მოიხმარს ბოცვერი, თანდათან იცლება ესე იგი ეს ბოთლი და რა თქმა უნდა დღეში სასურველია რომ ეს წყალი დილას აღამოს იცვლებოდეს. გალიას შეიძლება საწყურებელი მოუწყოთ ინდივიდუალურად, ან და შევქმნათ ერთიანი სისტემა დაწყურებისა, როგორც აქ არის წარმოდგენილი.
აქ არის წყლის რეზერვუარი, რომელიცანაც მოდის წყალი და ყოველ გალიაში ნიპელი, სპეციალური ნიპელი არის დამაგრებული და ამ ნიპელს დააჭერს თუ არა ესე ტუჩს ბოცვერი, იქიდან საჭირო რაოდენობით წყალი გამოდის. ამ ნიპელს აქვს უპირატესობა ის, რომ ყოველ გალიის წყალი დღეში ორჯერ საცვლელი არ არის. შეიძლება წყალი ერთხელ გამოცვალოთ რეზერვუარში და ის წყალი მთელი დღის განმავლობაში ავტომატურად გქონდეს ბოცვრებს. ამ სისტემის უპირატესობა არის ის, რომ ხშირად სამკურნალო საშუალებები ეძლევა წყალთან ერთად და ჩვენ შეგვიძლია თუ საჭიროებას მოითხოვს, ეს იქნება პროფილაქტიკური საშუალება, სამკურნალო საშუალება გავხსნათ წყლის რეზერვუარში, შევქნათ გარკვეული კონცენტრაცია და ის ავტომატურად ესე იგი მიუვა ყველა ბოცვერს ესე იგი გალიაში. ბოცვერი საკვებს და წყალს იღებს დღის ნებისმიერ დროს. ყველაზე მეტად ჭამს ღამით. ბოცვერი საკვებს იღებს ნელა, ამიტომ საკვები და წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეუზღუდავად. ზაფხულში ბოცვერს სჭირდება დღეში 0.5 ლიტრი წყალი. რაც შეეხება გალის ქვეშ სივრცეს, იქ დაგროვილი ნაკელი თუ ორმო არ არის, სპეციალური და გამტანი არ არის, დილა საღამოს უნდა ხდებოდეს მისი დასუფთავება და ჩამოყრილი ფეკალური მასის ესე იგი გატანა. დასუფთავება უნდა ვაწარმოოთ ერთსა და იმავე დროს. ბოცვერი ეგუება ამ რეჟიმს და ნაკლებად რეაგირებს წარმოქმნილ ხმაურზე და მოძრაობაზე. ბოცვერს უყვარს სუფთა ჰაერი. სუფთა ჰაერი. ის ვერ იტანს სინესსა და იმებს. სადგომში სინესეს ვერ იტანს და მავნე აირებს, რომელიც წარმოიშობა შარდისგან, ფეკალური მასისგან და ეს მავნე აირები წამლავს ბოცვერის ორგანიზმს და განაწყობს სხვადასხვა დაავადებების მიმართ. მე მომწონს რომ იატაკს აქვს დაქანება, რომ გამოყოფილი შარდი და ნარეცხი წყალი შეიძლება აერთ საწუნწუხე 140 გადის ესე იგი გარეთ. მე გირჩევით რომ ერთი წელიწადი აქ ხართ უკვე შენობა ამ პერიოდში ბაქტერიოლოგიურად იღლება, რადგან აი შარდთან გამონაყოფთან ერთად შენობაში გროვდება დიდი რაოდენობით არასასურველი ბაქტერიები. ბოცვრები დღის განმავლობაში გალიაში ტოვებენ 25-დან 400 გრამამდე ნაკელს და 0.8 ლიტრ შარდს. ეს ნარჩენები გაცილებით მდიდარია ნუტრიენტებით, ვიდრე ჩვეულებრივი ფერმის ნაკელი და გამოიყენება როგორც ახალი სასუქი. ბაქტერიები შეიძლება ძირითადი მიზეზი გახდეს მათი მასიური დაავადებების და დახოცვის. ამიტომ ჩვენ ამ მიკრობებს უნდა ვებრძოლოთ დეზინფექციები. როცა შენობაში ბაჭიები არის, ბევრი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კირი, ჩამხრალი კირი. კირი უნებელია და კედლები როცა გაულესავია და არის რიჭვები და შეიძლება იქ ტკიპებმა და სხვა არასასურველ პარაზიტებმა დაიბუდო, თქვენ შეგიძლიათ აი პერიოდულად მე გირჩევთ რომ თვეში ერთხელ ერთი ვედრა შეიძლება ორი ვედრა ხსნარი დაჭირდეს აი ამ კედლების შეფრინებას. და მეორედ რომ ზედმეტი დანახარჯები არ გქონდეთ, არის ქართული სადიზინფექციო საშუალება. ალბათ გაგიგიათ ნაცარ ტუტი 10 ლიტრა წყალზე 2.5 კილოს ეს ფეჩი მაინც გვინთია ღუმელი უფრო სწორედ ვედროს დავდგათ და აი 2.5 კილოს ამ სუფთა ნაცარს კარგად წამოვადუღებთ და ეს ხელი ქაფქაფა ხსნარი შეიძლება აი ამ ნაპირებში მოასხა და მით უმეტეს აი ამ საწუნწუხე ორმოში კანალიზაციაში. აი ესე ვთქვათ, ქართული იაფი სადიზინფექციო საშუალება იძლევა საუკეთესო შედეგს. ბოცვერი ამთვისებელია ყველა იმ დაავადებისა, რაც აქვს მსხვილ კოსანს, რაც აქვს ღორს, რაც აქვს ფრინველს და მას
თავისი დაავადებებიც აქვს. ანუ ვეცადოთ რომ სხვა სახეობის ცხოველები მას მოვარიდოთ. არ გქონიათ მცდელობა აი ამ შენობასთან ერთად ღია ფარდულის გამოგეყენებიათ და იქ შეგინახათ ბოცვრები. სადაც უფრო მეტად არის დასული ბოცვრისათვის საჭირო მიკროკლიმატი. ბოცვერს სიცივის არეშინია, ბოცვერს ეშინია ორი პირიქარისა და ტენიანობის. რუსეთის, უკრაინის, ბელარუსიის, ბალტიის ქვეყნებში და ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მობოცვრეობა კარგად არის განვითარებული, მიმართავენ უფრო ხშირად ბოცვრების ფარდულებში შენახვას. აქ წარმოდგენილი არის ერთ-ერთი ტიპიური გალია და არ არის სავალდებულო რომ ყველა გალია ასეთი ტიპიური იყოს. შეიძლება მებოცვრემ თვითონ ნებისმიერი კონსტრუქციის გალია მოაწყოს იმ მასალით, რაც მას გააჩნია. მაგრამ პრინციპი აქ ერთია, რომ უკანა მხარე გალის უნდა იყოს დაცული, რადგან ორი პირი ქარი არ შეიქმნას. იატაკი უნდა კონდეს მავთულ ბადის, რომ თქვათ ფეკალური მასა გავიდეს ქვევით. როგორც წესი, იატაკი მზადდება ბადისგან, იმისთვის რომ მოხდეს ნაკელისა და შარდის ჩამოვარდნა. არსებობს სხვადასხვა სახის ბადე, მათ შორის პლასტმასისა და ხის. თუმცა, გალვანიზირებული ფოლადის ბადი არის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გაწმენდის საშუალებას იძლევა. ბადის ხარვეზებმა შეიძლება დააზიანოს კურდღლის თათები. ცივდაქარიან ამინდში გალიებს ათფუნდებენ და ფარავენ ბრეზენტით, პოლიეთილენის აპკით ან სხვა საშუალებებით. იატაკზე აფენენ ნამჯას. გალიაში აუცილებლად უნდა იყოს შიგნით საკვებური კონცენტრირებული საკვებისათვის. საზღვარზე უნდა იყოს ნიშა უხეში საკვების მოსათავსებლად, ანუ ბალახის ან თივის მოსათავსებლად და ინდივიდუალური საწურებლები, რომელიც ესე იგი შედგება ასეთი კონსტრუქციის საწურებლებისა და ესე იგი პლასმასის ბოთლისაგან. გალიებს სასურველია რომ მოთავსებული ქონდეს სადედეები, როგორც აქ არის წარმოდგენილი გვერდით და ამ სადედეში შესასვლელი ბაჭიას შიგნით აქვს ხვრელი, ესე იგი მოთავსებული, სადენაც ესე იგი ბოცვარ შეუძლია სადედეში გადავიდეს. და თუ მსგავსი სადედე გვერდზე არ იქნება მოწყობილი, შეიძლება ჩვენ სპეციალური სადედე გალიები ჩავდგათ შიგნით, ისე რომ ბოცვარს დარჩეს სათანადო ტერიტორია მოძრაობისათვის და ესე იგი ნორმალური კვებისა და დაწვრილებისათვის. ხედავთ რომ ეს ინდივიდუალური გალია, რომელსაც აქ შიფერით არის გადახურული და შეიძლება ეს მოავთავსოთ ისეთ ადგილას, რომ პირდაპირ მზის სხივები ნაკლებად მოქმედებდნენ, რადგან ბოცვერი ნაკლებად იტანს მაღალ ტემპერატურას. და რომ დაცული იქნას მაღალი ტემპერატურისაგან, ჩვენ სასურველია რომ ასეთი გალიები მოათავსოთ გადახურულ ფარდულებში. რაც მთავარია გალიური შენახვის დროს, ბოცვერი მუდმივად იმყოფება სუფთა ჰაერზე და მასზე გავლენას არ ახდენს ის მავნი აირები, რომელიც შეიძლება დაგროვდეს შენობაში. წელიწადში 4-ჯერ ბაჭიების მისაღებად და 20 ბაჭიის 4 თვის ასაკამდე გამოსაზრდელად საჭიროა 4 გალია. ერთი დედა ბოცვრისათვის, მეორე მამალი ბოცვრისათვის. ერთ მამალს შეუძლია მოემსახუროს 8 დედალს. 2 გალია მოზარდისათვის. გალიაში 6-7 ბაჭია. კვების ყველაზე ოპტიმალური კონვერტაცია მითითებულია 1 მეტრ იატაკზე, 12-ზე ნაკლები კურდღელი. თუმცა უმჯობესია თითო კურდღელზე მეტი ადგილის გამოყოფა, რადგანაც ისინი აქტიური ცხოველები არიან და სურთ თამაში და გადაადგილება. საუკეთესო საკვებად ითვლება იონჯა, რომელიც ღმერთის წყალობით ჩვენ ქვეყანაში უხვად მოდის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ნათესი, მისი ნათესი, ესე იგი 7-8 წლის განმავლობაში ითიბება. და წელიწადში შეიძლება მის 3-ჯერ გათიბვა. იონჯა განსაკუთრებული ღირებულებებით ხასიათდება თივასთან შედარებით. მაშინ მის შემცველობაში ესე იგი მეტი არის ცილოვანი ნივთიერებები და ამდენად ესე იგი ის შეუცვლელ პროდუქტად ითვლება ბოცვერში. და ბოცვრების ზრდაც, ესე იგი იონჯას რო ჭამენ ბოცვრები, არა, უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე ნებისმიერ სხვა საკვებს. აი ამით არის გამორჩეული.
კარგი არის ესე იგი დაკოკრების პერიოდში გათიბული იონჯა, რომელიც ესე იგი ძალიან მდიდარია ესეთი ფოთლებით და ზუსტად სწორედ ყველაზე მთავარი ესე იგი საკვები ღირებულება ამ ფოთლებს გააჩნიათ რა. იონჯა თუ არის ესე იგი დროზე ადრე თუ დაითიბა, ანუ გაშრობა თუ დააკლდა მას და დაიპრესა, ის ძალიან მალე ფუჭდება, ანუ ხდება ჩახურება მისი. და არის მეორე უკიდურესობაც, ანუ ძალიან გამხმარი თუ ესე იგი დაიპრესა, ის აი დაახლოებით აი ესე იფშნება და მისი ხმარების დროს, ესე როდესაც გავხსნით პრესს, ხო? აი ხედავთ, რომ აი აღების დროს როგორ იყრება, ნახეთ? აი როგორ ცვივა ფოთოლი. და როდესაც მას ესე იგი უყრით ჩვენ კვების პროცესში ძალიან დიდი რაოდენობით იკარგება იონჯის მასა. ჩვენ ასეთი ხერხი მოვიგონეთ და ამართლებს ეს პერიოდი, ვიღებთ ესეთ ჭურჭელს დაუშვათავს, სადაც ვიღებთ იმ რაოდენობის იონჯას, რაც დაუშვათ ერთ დღეში შეიჭმევა დღის განმავლობაში და არა მეტი, იმიტომ რომ შემდეგ დამჟავების პროცესები წავა დალბობილ იონჯაში და ის მერე საკვებად ვარგისი აღარ იქნება. აი ასე ჩავალბობთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, 2 საათის განმავლობაში მაქსიმუმ. სასურველია რომ გრილად-გილას იყოს, არ გადაწყელდეს, არ გადახურდეს, ვინაიდან არ წავიდეს, ესე იგი დუღილის პროცესები და არ დამჟავდეს. რომელიც შემდეგ გამოიწვევს ბაღარათიანობას ფოცრებში. შემდეგ ესეთი დალბობილი იონჯა, ესე იგი, ხო? უკვე ფოთლები მისი აღარ ცვივა, საკვებად რბილდება როგორც ფოთოლი, ასევე ღეროც და ესე იგი ეფექტი უკვე ძალიან დიდი აქვს. ხდება ზრდაც უფრო სწრაფად, უფრო ათვისება უფრო კარგი აქვს, ესე იგი დამბალის კვების დროს უფრო მეტსაც ითვისებს ბოცვერი, შესაბამისად რძიანობაც მეტი აქვს და ბაჭიებს კიდე წონამატიც მეტი აქვს. მეტი სწრაფად იზრდებიან. დალბობას უნდა მოვერიდოთ ზამთრის ცივ პერიოდებში, განსაკუთრებით ყინვიან პერიოდებში. როდესაც დალბობილი თვითონ ძალიან ცივდება, თუ იმ შემთხვევაში თუ ფერმას არ ვათმობთ ჩვენ და ფერმაში არ არის ოთახის ტემპერატურა და ბოცრებისთვის საზიანოა, ესე იგი ამგვარი იონჯის მიცემა, განსაკუთრებით მაკე ბოცრებისთვის. ამდენად სასურველია ან იყოს ფერმა თბილი, ან ოთახის ტემპერატურაზე იყოს გამთბარი. რა ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ვინაიდან ორგანიზმის გადაციებას იწვევს, ესე იგი ზამთრის ყინვიან პერიოდში სველი იონჯის მიცემა. მებოცრეობისთვის უპრეანი არის დაბალანსებული, სრულფასოვანი, კომბინირებული საკვები, რომელიც გრანულების ფორმით არის. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ამგვარი საკვები ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ მიახლოებით ვაკეთებთ, ესე იგი იმ რაციონს, რომელიც მეტნაკლებად დღევანდელ დღეს ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ძირითადი საკვები მაინც მარცვლეული კულტურებიდან არის ქერი. კომბინირებული საკვების რეცეპტი. პროპორციით 1:10-ზე 10 კილოგრამ შვრიას ვუმატებთ 1 კილოგრამ ზესუმზირის გრანულირებულ შროთს და 5% კოპტონს. ვათავსებთ საფქვავში. ვუმატებთ ვიტამინს პროპორციით 1 კილოგრამზე 1 გრამი. სუფრის მარილს 0.5%-ს. 8-10% ქერს. მცირე რაოდენობით საკვებს ზეთს და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკს. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთი ანტიბიოტიკები ბოცვრისათვის ტოქსიკურია. ბოცვერს არასოდეს მისცეთ. პენიცილინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი, ბეტა-ლაქტამინი, ვირჯინიამიცინი, ლინკომიცინი, ოქსოლინიკის მჟავა. ესე იგი მოხდა შერევა მთლიანი მასის ერთმანეთში. ჩვენ ამას არ ვქვავთ, იმიტომ არ ვაკუცმაცებთ ძალიან, ამის აუცილებლობაც არ არსებობს და პრაქტიკულად აი ესეთი ფორმა აქვს ჩვენს კონცენტრირებულ საკვებს. ზრდასრულ ბოცვრებს და მოზარდს სახორცეთ კვებავენ დღეში 2 ჯერ, დილას და საღამოს. დედა ბოცვერს ბაჭიებით და ბაჭიებს 3 თვემდე კვებავენ დღეში 3 ჯერ. ძალიან კარგ საკვებს წარმოადგენს სხვადასხვა ხის ტოტები. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო არის ტირიფი, რომელიც ყველგან იზრდება. კარგი იმით არის, რომ პრაქტიკულად თავის ტოტიანად იჭმევა და ეს ერთგვარ კიდევ საშუალებას წარმოადგენს ბოცრების კბილების დასამუშავებლად.
გარდა მაგისა კიდევ აი დავუშვათ ადრე გაზაფხულზე, როდესაც მწვანე მასა არ არსებობს, შეგვიძლია ეს ტოტები ესე იგი მოუტეხოთ და ტოტებიანად ჭამენ მოკლედ ამას. თივას ვათავსებთ სპეციალურ ბაგაში, ესე იგი. ეს პირდაპირ შეგვიძლია რომ თვითონ ჩაუგდოთ ბოცვერს და ბოცვერი ძალიან დიდი სურვილით ეწაფება. ღია ცის ქვეშ შენახვის პირობებში ცივა-მინჩი საჭიროა 30-35%-ით მეტი საკვები. ჩვენ ვხედავთ რავალფეროვნებას აქ. აი აქედან რომელს არჩევთ, რომელი უფრო უყვარს თქვენ ბოცვებს? აი პირველ რიგში აქ რომელია ესეთი ბალახი, რომელიც ესე იგი ძალიან აი ესეთი ბალახი უფრო კარგი ბალახი. აი ეს ბალახები კარგი არის ძირითადად კურძღლისთვისა. ეს დიახ, ვაჭმევთ ამასაც, დიახ. აი ვაზის ნასხლავს. ეგეც გვიჭმევია, დიახ, ეგეც. თუნდა დაჭკნეს ბალახი, ახალი სველი ბალახი მაგალითად არ შეიძლება. აუცილებელია ახალი ბალახის შეშრობა ბოცვრისათვის საკვებად მიცემამდე. ბალახი არ უნდა შევაგროვოთ საავტომობილო გზის პირას. ასეთი ბალახი შეიცავს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალების მარილებს. ბოცვრების საკვებად ბალახი არ უნდა მოუჭრათ ისეთ ადგილზე, სადაც შეტანილია ჰერბიციდები და სასუქები. ბოცვრებისათვის შხამიანი ბალახებია: ტილჭირი, ლენცოფა, ლემა, ჭიოტა, ბაია, ბელური ბოლოკი, ქრისტეს სისხლა და ყაყაჩო. სულ პირობით ბოცვერზე წელიწადში ანგარიშობენ 326 კილოგრამს კონცენტრირებულ საკვებს, მარცვალს 107 კილოგრამს უხეშ საკვებს, 85 კილოგრამ წვნიანს. ბოცვრების დამაკების წინ ჩვენ უნდა შევაფასოთ ზოგადად ბოცვრის მდგომარეობა. ანუ სამაკებად მზად არის თუ არა ეს, როგორ ხდება? დაახლოებით ბოცვერი უნდა იყოს დასვენებული, მოკლედ მორიგი დაბაჭიანებისაგან. უნდა გამოიყურებოდეს ჯამთელად, არ უნდა ქონდეს რაღაც დაზიანებული ადგილები, არ უნდა ქონდეს დაუშვათ ყურის ქავანა, არ უნდა ქონდეს პოდოდერმატიტი, რომელიც აი ფეხებს ქვეშ უჩნდება. და ესე იგი თვითონ ბეწვის ხარისზეც ჩანს ხოლმე მისი ჯამთელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვთვლით, რომ ბოცვერი მზად არის სამაკებლად. როგორც წესი, სამაკებელი ბოცვერი ჩვენ მამალთან მიყვავს გალიაში და არაპირიქით მამალი დედალთან, ესე იგი. დამაკების პროცესი ხდება სწრაფად. ანუ ჩვენ დატოვებით და ეს დატოვებას დიდი ხნით აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ ბოცვერი მზად არ არის, ის მაინც არ იმაკებს და თუ მზად არის, ის იმაკებს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. 12 დღის მერე შეგვიძლია ჩვენ უკვე ხელით გავსინჯოთ და მაკეობაზე, ესე იგი, შევამოწმოთ, მაკი არის თუ არა. ნუ ესეთი ამგვარად ხდება, ახლა ამას დავუშვათ. მაკე ბოცვერის აყვანა საერთოდ მიზანშეწონილი არ არის და ჯობია თავისივე ყუთში მოხდეს მის შემოწმება. ნუ ესე მოხდება. ესე ხელს მოვკიდებთ, გავაჩერებთ. აი ესე დაახლოებით ძალიან არ უნდა მოუჭიროთ. ძალიან მსუბუქად, ესე იგი მუცელს ესე იგი ვიჭერთ ხელში, ხელის გულში დაახლოებით და მსუბუქად ესე იგი ვსინჯავთ. და თუ მაკეა, ესე იგი უკვე 12 დღიდან შევიგზნო, ნუ კაკლის ხელა გვალი სიმკრივეს. სანაშენედ მამრიდა მდედრი ბოცვრები გამოიყენება 3 წლის განმავლობაში. 5-8 მდედრ ბოცვერზე ანგარიშობენ ერთ კარგი განვითარების ჯანმრთელ მამრს. შეწყვილების მიზნით მდედრი ბოცვერი შეყავთ მამრთან. ამ დროს გალიიდან იღებენ საკვებურს და სხვა ხელშემშლელ საგნებს. შეწყვილების შემდეგ მდედრი ბოცვერი გადაჰყავთ თავის დასუფთავებულ გალიაში და აწლევენ საყვარელ საკვებს. 4 უნდა დაყაროს წელიწადში ერთმა დედამა. 4 მინიმუმ 4 ჯელა. დიახ, მე 4 კარგი მოვლა შენახვის პირობებია, მაგრამ ესე იგი ეს ისე უნდა განაწილდეს, რომ მაღალი ყინვების, ანუ დაბალი ტემპერატურის დროს ბაჭიების მიღება არასასურველი, იმიტომ რომ შეიძლება ბაჭია გაიყინოს. ამიტომ ადრე გაზაფხულიდან ვიწყებთ შეწყვილებას და შეიძლება 2-3 მიღება გაზაფხულზე გქონდეს და შემდეგ განვაახლოთ სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბრის დასაწყისი. დეკემბრიდან უკვე ისევ ვასვენებთ
ზამთრის პერიოდში. მოგებამდე 2 დღით ადრე ბოწვერი მკერდზე, მუცელზე. ძუძუს ირგვლივ იპუტავს ბეწვს და აწყობს ბუდეს ბაჭიებისათვის. რაც გინდა ახლობელი იყოს, დიახ. მეზობელი იყოს, ნათესავი იყოს, მამალი ყურდღლის არც გაყვანა, დიახ. არც ვისი მამალი ყურდღლის შემოყვანა დიახ. თქვენ საბუთში, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ შემოიტანოთ გარკვეული ავანტყოფები, და ზიანი მიაყენოთ თქვენ მეურნეობას. მაგალითად არის დედა, რომელიც ან წყალი არ აქვს, ან საჭმელი არ აქვს, წინ ჭამს იმ ბაჭიებს. საკვების ან წყლის უკმარისობის გამო დედაბოცვერმა შეიძლება ბაჭიები შეჭამოს. მოგებიდან 1-2 დღის შემდეგ ბოცვერი მზად არის შეწყვილებისათვის. ამ დროს ლაქტაცია და მაკეობა შეთავსებადია ერთმანეთთან. ბოცვერს უტოვებენ იმდენ ბაჭიას, რამდენიც ძუძუს გააჩნია. ბოცვერს ძირითადად აქვს 4 წყვილი ძუძუ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალგაზრდა დედები ნაკლებად რძიანები არიან და მათ უნდა დაუტოვოთ შედარებით ნაკლები. 5-6 ბაჭია. მესამე და მეოთხე დაყრიდან, როდესაც რძიანობა მაღალია, შესაძლებელია ბაჭიების მაქსიმალური რაოდენობის დატოვება. 20 დღის განმავლობაში ბაჭიები იკვებებიან მხოლოდ დედის რძით. 5 დღის ასაკში ბაჭიებს ეზრდებათ ბეწვი. 12-14 დღის ასაკში კი ეხილებათ თვალები. ბაჭიებს დედას აცილებენ 28-45 დღის ასაკში. იმის მიხედვით თუ ბაჭიები როგორი განვითარებულები არიან. ფერმერს შეუძლია გადაწყვიტოს, აუცილებელია თუ არა გადაიყვანოს ახალშობილი ბოცვერი ან შეიძლება ხელი შეუწყოს დედასთან ერთად დარჩეს. არაუმეტეს 3 ან 4 ახალშობილი კურდღელი უნდა ჩაისვას დედასთან. ბოცვერის მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი უნდა იყოს 48 საათი. ადგილი უნდა იყოს კარგად დათბუნებული. ბოცვერი მყარი საკვების ჭამას იწყებს 18-20 დღის ასაკიდან და 30 დღის შემდეგ დედის რძე უზრუნველყოფს საკვების არაუმეტეს 20%-ს. ბოცვერის ასხლეტა როგორც წესი ხდება 30-35 დღის განმავლობაში. დაახლოებით წონა 500 გრამი. ზოგიერთ შემთხვევაში ძუძუთი კვება გრძელდება 45 დღის განმავლობაში. ასხლეტის პერიოდი დამოკიდებულია ჯიშზე და აგრეთვე იმაზე თუ რამდენად კარგად არის განვითარებული და გაზრდილი ბოცვერი. ეს ბაჭი არის ძალიან კარგი, ესე იგი მდგომარეობაშია, უკვე შევსებულია, ესე იგი ეთყობა რომ საკვები ნორმალურად აგმაყოფილებს. აგერ მუცელი შებერილი აქვს და ესე იგი კვება არ აკლია. ზინვარი ბეწვია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხო ყოველთვის არის ხოლმე რომ კახექსიური არის, ძალიან გამხდარი არის და საცოდავად გამოიყურება. მოკლედ ეს საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება ეს ბაჭი. ხშირად მიმართავენ ბაჭიების თანდათანობით ასხლეტას. ჯერ გადაჰყავთ კარგი განვითარების ბაჭიები. სუსტებს კი დამატებით ტოვებენ დედასთან 5-10 დღის განმავლობაში. ასხლეტის დროს ბაჭიები გადაჰყავთ სხვა გალიაში, ზოგჯერ კი პირიქით. დედა გადაჰყავთ და ბაჭიებს ტოვებენ ადგილზე, რომ ნაკლები სტრესი მიიღონ. ნაცნობ გარემოში ისინი შედარებით იოლად ეჩვევიან უდედობას. ყოველდღიური კონტროლი ჯანმრთელობის, უნდა დაიაროთ, შეხედოთ რამე ცვლილება მათ ქცევაში წინა დღესთან შედარებით არის თუ არა. სწრაფად იცის რეაგირება დავადებაზე ბოწვერმა, მოწყენა იცის, ერთიანი კონტროლი ყოველ დილა საღამოს აუცილებლად უნდა დღის წესრიგში უნდა